საღამო მშვიდობის მეგობრებო, გუშინ ვინც უყურეთ MotoGP-ს რბოლას, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა აირტონ სენას სახელობის ტრეკზე და ვინ და ისევ მარკო ბეზეკი მეგობრებო დაიწყო და დაამთავრა საოცარი აღმოჩენაა აპრილიამ უკვე აი ამ ორ კვირაში მეორედ იზეიმა გამარჯვება საოცარი მრბოლელია მარკო და შემთხვევითი შეიძლება ითქვას რომ პირველი რბოლა რომ მოიგო ვიღაცა იტყოდა რომ შემთხვევით მოიგო მაგრამ აი კიდევ ერთხელ დაიწყო დაამთავრა დაადუღა იქაურობა საოცარი აი რაღაცა ისეთი ტაქტიკა აქვს რომ აი თუ რო იტყვიან ოღონდ წინ არ გაუშვა რა ოღონდ წინ არ გაუშვა თორე დაღუპული ხარ და ვერავინ ვერ წაართვა ეს პირველობა მოკლედ კიდევ ერთხელ ულოცავ ამ საოცარ რბოლელს და მოგახსენებთ მეორე მარინი, მესამე ჯან ანტონიო, მეოთხე მარკ მარკესი, მეხუთე ისევ როგორც წინაზე ოგურა, ალექს მარკესი მეექვსე, პედრო აკოსტა, რომელიც წინაზე მეორეზე გავიდა, მერვე ალდეგერი, მეცხრე ზარკო და მეათე ფერნანდესი, რომელიც მეორეზე გავიდა წინარ ბოლაზე. მეგობრებო, საოცარი იყო და რა ვიცი, აი მართლა შანსი არ დაუტოვა არავის ბეზეკიმ და რა ვიცი, რა შეიძლება ითქვას, ერთადერთი მარკ მარკესი ვერ არის წინაზე ზუსტად ანალოგიურად აი ესე მესამე, მეოთხე, მეხუთე აი ესე მერყეობდა და საერთოდ დატოვა მერე ხო ტრეკი მოგეხსენებათ. მოკლედ ვერ არის თავის მოწოდების სიმაღლეზე და ბეზეკი კიდევ ბრწყინავს და არ ვიცი, აი შემდეგში კიდევ ალბათ არ ვიცი, ნუ რა ვიცი, ვინ შეიძლება მას მოუგოს, ისეთ ფორმაშია და არ შემეძლო მეგობრებო, რომ ეს ემოციები არ გამომეხატა MotoGP-სთან დაკავშირებით. შევხვდებით ძალიან მალე და წინ.